მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ შობა ახალ წელს, დაესწარით მრავალს, ხვავი, ბარაკა, სიყვარული, სითბო, კეთილდღეობა და რაც მთავარია კიდევ ბედნიერ დიდარ სამშობლოში გვეცხოვროს ჩვენ ყველას ერთად. დღევანდელი ჩემი გამოსვლა და ეს ჩანაწერი განაპირობა იმან რომ უკვე წლებია რაც მიმდინარეობს გაუსაზრისი მდგომარეობა. ეს რბილად არის ნათქვამი, თითოეულად ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით და მოგვეხსენება რა ეტაპები გაიარა დამოუკიდებელმა საქართველომ ამ 30 წლის მანძილზე. იყო არნახული გაჭირვება და ამ გაჭირვებიდან დღესაც არა ვართ ჩვენ ამოსული. ყველანი გვიდებიან რომ ვინც კი მოდის, რასაც მე უყურებ ტელევიზიის მეშვეობით, რომ ყველა მოდის, პირდება ხალხს, პენსიებს გაზდიან, ხელფას მოუმატებენ, მაგრამ კონკრეტულად არავინ არ ასახელებს, არც ერთი პარტიისაგან თითქმის არ მომისმენია, რომ აი რა საშუალებებით ისინი შეძლებენ ამ ხელფასებისა და პენსიების გაზდას. თუ ისინი შეძლებენ ამას, ამ თვალსაზრისით იმათ აქვთ მოკლედ ჩაფიქრებული და ასე რომ ვთქვათ, აქცენტს აკეთებენ, რომ საზღვარგარეთ არის ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი და იქიდან შემოდის შემოსავალი, ეს ძალიან ცუდია. ჩვენი შემოსავალი უნდა იყოს როგორც სხვა ნორმალურ ქვეყნებს აქვთ, განსაკუთრებით ევროპას და არ აქვს ამას მნიშვნელობა ევროპა იქნება თუ აზიის სახელმწიფოები იქნება, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ვხედავთ, რომ აზიის სახელმწიფოებმა ძალიან იმძლავრეს და უძლიერესად არიან დღესდღეობით, ძალიან ძლიერია მათი ეკონომიკური მდგომარეობა. შევხედოთ, აბა იაპონია რით ჩამორჩება იმას ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს, იაპონია, ჩინეთი ახლა იმ დონეზე მიდის, შეიძლება ცოტა ხანში ამერიკასაც გაასწროს. იგივე არის კორეა, სამხრეთ კორეა განსაკუთრებით. იგივე ჩვენ წლების მანძილზე გვახსოვდა რა მდგომარეობაში იყო, როგორც მდგომარეობაში იმყოფებოდა ვიეტნამი. დღეს არ უჭირს ვიეტნამს და ნორმალური სახელმწიფოდ არის ჩამოყალიბებული. ასე უნდა შევქნათ ჩვენ და ჩამოვყალიბდეთ როგორც ნორმალური სახელმწიფო. ამისათვის მე ვთვლი პირველ რიგში ხელისუფალი როდესაც მოდის, მან უნდა მოახდინოს აღწერა. სახელმწიფოს აღწერა. რა გქონდა, რა გვაქვს და რა სურვილი გვაქვს რომ გქონდეს. ასეთი აღწერა თითქმის არც ერთ ხელისუფალს არ უწარმოებია, რაცაც მე ვაკვირდებოდი აი ამ 30 წლის მანძილზე. ყველანი რაღაცა ფუნდოვანი დაპირებებით არიან შემოფარგლული. პირველ რიგში დავიწყოთ მოსახლეობის აღწერა და კატეგორიებად ჩამოვაყალიბოთ. პირველი, მეორე, მესამე, ვის რა დონეზე უჭირს. საშუალო ფენად თუ არ იქნა ჩვენ სახელმწიფოში გაძლიერებული და ძლიერი, ის სახელმწიფო ვერ შედგება. არანაირად სახელმწიფოს სიძლიერე ვერ იქნება. ამისათვის უნდა მოხდეს აღწერა. ყველაზე გაჭირვებული ადამიანების კატეგორია, პირველი, ესე იგი პირველი დახმარება, პირველი მათ აღნიშნოთ, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე, შემდეგ მეოთხე. უნდა დაიწყოს ზრუნვა. აი ეს ზრუნვა რომ დაიწყოს, ამისათვის ჩვენ გვესაჭიროება ეკონომიკა. არავინ არ გამოდის და კონკრეტულად არ ამბობს, რომ აი ეს ქარხანა, აი ეს ფაბრიკა უნდა არსებობდეს ჩვენ სამშობლოში, რომ რა ხალხმა იმუშაოს. ამისათვის არის საჭირო ზუსტად სახელმწიფო, მაგრამ სახელმწიფოს რასაც ჩვენ ვუყურებთ, ყველა ეუბნება თითქმის ყველა ხელისუფალი რაც ვინც კი მოვიდა, აი საზღვარგარეთ შეგიძლიათ დასაქმდეთ და იქიდან შემოტანილი ფულით არჩინოთ ოჯახებიო. ეს როდემდე შეიძლება საერთოდ გაგრძელდეს. ესეთი მარაზმი, რომ ადამიანი იძულებული იყო შენი სამშობლო დატო, წახვიდე უცხოეთში, იქ დააგრო რაღაცა ფული და მერე შენი ოჯახის წევრებს უგზავნო. აი ეს ოჯახის წევრებიც შეეჩვინეს ამ მდგომარეობას, ერთ ადამიანს გააგზავნია, ის შრომობს და 5-6 ადამიანი
აქ ირჩენს იმ ერთი ადამიანის შრომით თავს. ესეც დანაშაულია, მე ასე მიმაჩნია და ეს ასეც არის, მეგონი. აი ეს ვიდეო ჩაწერა ზუსტად აი ამან განაპირობა ჩემს მიერ. მოდით უწოდოთ სახელად მას სიბერის ნათელი მომავლისათვის. აი ესეთი რგოლები სურს რომ გავაკეთო და ჩავწერო ხოლმე და მოგაწოდოთ ჩემი მოსაზრება. კარგი იქნება თუ გავამეხმაურებით და თქვენს თუ ჩაწერთ მთლიანად, ერმა უნდა დავიწყოთ ახლა ისა მოძრაობა, რადგანაც ხედავთ რომ ხელისუფალი არაფერს არ იღწვის და არაფერს არ აკეთებს და ერთი და იგივე წრეზე ბრუნავს, ასე რომ ვთქვათ, 30 წლის მანძილზე უყურებთ რომ არანაირი შედეგი არ არის რა. გამოდიან და ხატოვანი სიტყვებით, ამ უცხო სიტყვებით გააჯერეს მთლიანად მთელი მასმედიის საშუალებები. დარწმუნებული ვარ, რომ 60-70%-ზე მეც მე მგონი მოსახლეობის არც ესმის იმდენად უცხო სიტყვებით არის გავსებული. მე ვეცდები, რომ შეიძლება მარტივად მსმენელამდე მოვიტანო ის გულის წადილი და სურვილი, რაც მინდა რომ გადმოგცეთ თქვენ. და როგორი სამშობლოც მინდა რომ გქონდეს ნორმალური, განათლებული, განვითარებული. ამის შესახებ კიდევ შემდეგ ვისაუბრებ. ესე იგი, გავაკეთოთ ესეთი რგოლები იბერიის ნათელი მომავლისათვის და რა გვჭირდება. პირველ რიგში, როგორც მე აღნიშნე, ეს არის, რომ აღწერა უნდა მოხდეს. აღწერა უნდა ვიცოდეთ, ესე იგი, რამდენი გაჭირვებული ყავს ჩვენს ქვეყანას. პირველი კატეგორიის, მეორე, მესამე და მეოთხეს. უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი, გაღატაკებული როა სისტემატიურად მე მიწევს ხოლმე ადამიანების ნახვა, რომლებიც აი ნაგვის ურნაში ეძებენ საკვებს. ეს არის დანაშაული, ეს სახელმწიფოებრივი დანაშაულია, როდესაც ადამიანი 21 საუკუნეში ეძებს ნაგავში საკვებს, ეს უკვე ხელისუფალის დანაშაული კი არა, მარტო მთელი ერის დანაშაულია. ამისათვის ერმა უნდა ყველაფერი უნდა გააკეთოს, უნდა ამოიღოს ხმა. არ შეიძლება ხა სახში დაიწყე ადამიანი და უყურო წლების მანძილზე დღე როგორ ხატაგდება ჩვენი ერი. კი არ უნდა გაღატაკდე პირიქით, რაც შეიძლება უფრო უნდა გამდიდრე. გამდიდრება უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში. უზომოთაც არ შეიძლება სიმდიდრე. თუ 2, 3, 4 რაღაცა გაქვს, გადაანაწილო უნდა. როგორც დანარჩენ კაპიტალისტურ სახელმწიფოებში ჩამოყალიბდა და მოხდა, რომ იქ ნამატი რაც აქვს ეს კაპიტალი რო დაგროვდა, იქ სახელმწიფოები უკვე აწესრიგებდნენ ამას. და ძლიერი ყავდა იქ საშუალო ფენაც ძლიერია, რა თქმა უნდა. ახლა თუ ადამიანი საერთოდ არაფერს არ აკეთებდა, არ მუშაობდა რაღაცა, იმასაც არ ჩენენ, მაგრამ ეგეც არ შეიძლება კაცო. ცოცხალმა ადამიანმა ხელი უნდა გაანძლიო, გონებას უნდა მოუხმო და უნდა იმოძრავო იმისათვის, რომ შენი ოჯახი წარმატებული იყოს და ნორმალურ მდგომარეობაში ამყოფო და მეტი კარგი საშუალებები შეძინო შენს ოჯახს, რომ წარმატებული რო გახდეს და ახლა თუ შენ გულხელს დაიკრებ და ტახტზე წამოგორდები და არაფერს არ გააკეთებ, ასე სხვამ გარჩინოს ეგეთი რაღაცა გავიარეთ ჩვენ აი სოციალიზმის პერიოდში, საბჭოთა კავშირი რასაც ერქვა. ბევრი წამკოტრიალებული იყო მასე და ის ადამიანი, ვინც მუშაობდა და ვინც არ მუშაობდა, ერთნაირი ხელფასი ჰქონდა, ესეც დანაშაული იყო. ახლა იგივე მდგომარეობა არის თითქმის რა, გრძელდება ეს საბჭოთა კავშირიდან ვეღარ ამოვედით. აქაც ვინც შრომობს, ის ვერ არსებობს რა თითქმის. ვინც ყაჩაღობს, ისინი არსებობენ რაც. აი ამ იმებს ყველაფერს უნდა მივხედოთ ჩვენ, ესა მოვაწესრიგოთ უნდა მთელი ეს მდგომარეობა უნდა შევცვალოთ. აღარ შეიძლება უკვე ესეთი 30 წელიწადია ადამიანმა იაროს ერთ წრეზე და არაფერი არ იცვლებოდეს. კონკრეტული მისამართები უნდა მივცეთ ყველაფერს, კონკრეტულად უნდა მოვითხოვოთ ხალხმა, ერმა უნდა მოითხოვოს, რომ საწარმოები აშენდეს ჩვენ სამშობლოში. არ შეიძლება ადამიანები მიდიოდნენ ქვეყნიდან განსაკუთრებით ახალგაზრდობა არის ახლა ძალა
და ენერგია არის ჩვენი სამშობლოში. როგორ შეიძლება 64-ში ცხოვრობდე და უცხოეთში მიდიოდე იმის გამო, რომ ფული დაგიგროვდეს რაღაცა და მე ჩამოხვიდე და იმით იცხოვრო. რატო შედალოცვილო აქ იცხოვრე? აქ რო იცხოვრო ნორმალურ მდგომარეობაში, ამისათვის ჩვენ გვჭირდება ზუსტად ქარხნები და ფაბრიკები. რო დაამთავრებს ადამიანი უმაღლესი სასწავლებელი იქნება, სკოლა იქნება, იმას ხო უნდა გააჩნდეს. ლოგიკურად რო ავიღოთ, ხო უნდა გააჩნდეს დასაქმების დაწესებულება, ასე რომ ვთქვათ, სამსახური. ეს მუშებისათვის იქნება, მოსამსახურეებისათვის იქნება. აი სამხატვრო აკადემიაში მე მახსოვს ერთი წელი იყო თუ 2 წელი იყო 120-მდე არქიტექტორი მიიღეს კაცო. სახელმწიფო ხო უნდა დაფიქრდე რა 120 არქიტექტორს რო გამოუშვებ მე ეს 120 არქიტექტორი სად უნდა წავიდეს როგორ უნდა დასაქმდეს ესენი ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული არ შეიძლება კაცო ესეთი რაღაცა მაშინ ძალიან ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გქონდეს ან ამდენ სტუდენტებს რო ხებულობენ და საერთოდ ხარის მე აღარ აქცევენ ყურადღება პირველი რაც უნდა გაკეთდეს ჩემის აზრით ეს არის რომ განათლების სისტემა უნდა მოწესრიგდეს პედაგოგებს როგორ შეიძლება მიზერი ხელფასი ქონდეს პედაგოგს უნდა ქონდეს ყველაზე ძლიერი ხელფასი ყველაზე მაღალი ხელფასი ამ კუთხით განვითარდა მე თუ არ ვცდები იაპონია მაქვს კიდევაც ამოკითხული რომ მინისტრების ხელფასები დაუნიშნეს თუმე პედაგოგებს და ეს პედაგოგებმა მე ისეთი თაობები გაზარდეს რომ იაპონია ესეთი სიმძლავრით წარმოჩინდა უკვე და გაძლიერდა ჩვენთანაც იგივე უნდა მოხდეს ჩვენთვის სამაგალითო უნდა იყოს იაპონიის სახელმწიფო კარგია ეს ევროპა რა თქმა უნდა შვედია გინდაც აი დანია გინდაც ფინეთი აი პატარა სახელმწიფოები რო ავიღოთ ლუქსემბურგი ავიღოთ შოტლანდია იქნება ირლანდია იქნება აი სუახლო წარსულიდან გასო პოლონეთიც და ისე სოციალისტურში შემოდიოდნენ და ისინიც ფეხზე დადგნენ სლოვაკეთი არის თუ ჩეხეთი არის რაღაც ხო შეიძლება გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან ხო არ შეიძლება ხო 30 წელიწადია უყუროთ ერთი და იგივე მდგომარეობას და მე ვისაც ადამიანებს ქონდა რაღაცა სახლში მაცივარი იყო თუ გასკურა იყო ისინიც ხო დაძველდა მოძველდა მე დარწმუნებული ვარ ხა საქართველოში რევიზია რო ჩაატარო და რო შეხვიდე და ნახო ალბათ 50-60 წლის მაცივარი და გასკურა ეკნება უმრავლესობას 60 კი არა ალბათ 70-80%-ს და რანაირად შევდივართ ჩვენ ახლა იმაში ევროპაში ევროპა იმას ფიქრობს ყოველდღე ახალ ტექნოლოგიები აქვს მათ დანერგილი ჩვენ გვყავს აი ისა ძლიერი ახალგაზრდობა ძლიერი მეცნიერება რომლებიც შეიძლება დაკავდნენ და ისეთი უაღრესად საინტერესო საგნები შექმნან და იმუშაონ ამ კუთხით და განავითარონ ჩვენი სახელმწიფო. აი ამას უნდა მივაქციოთ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება. აი ეს მინდოდა მე არ ვიცი ახლა პირველი რგოლი როგორ გამოვიდა როგორ წარმოაჩინე სათქმელი საერთოდ როგორ მიიღებთ თქვენ მაგრამ ეს არის ჩემი გულიდან ამოსული სიტყვები რომ ყველაფერს უნდა დაუსვათ წერტილი გას ყველაფერს აქვს თავის საზღვარი გამოუვალი მდგომარეობა არ შეიძლება რომ ვიყოთ სულ ამ წლების მანძილზე უნდა ამოვიდეთ მე ასე მიმაჩნია რომ პირველი რაც უნდა გაკეთდეს ეს არის აღწერა და შემდეგ უნდა მოთხოვოთ ჩვენ ხელისუფლებას რომ საწარმოებზე იფიქროს და იზრუნოს შეგვიქმნას ეს საწარმოები ნამჭერად ამით შემოვიფარგლოთ მომავალ შეხვედრამდე გისურვებთ ყოველივე კარგს ისე და ისე დაგვროცავთ ჯანმრთელობას ბედნიერებას და სიყვარულს